საფხულიც დადგა ზიანი და ცხელი. თბილელეთის ბინადრები ყველანაირად ცდილობდნენ თავი გაეგრილებინათ. პაკო და ბაჭო მაღალი ხის ჭრდილში ისხდნენ და ნაყინს მიირთმევდნენ. ბაჭოს მარწყვის ნაყინი უყვარდა, პაკოს კი შოკოლადის. ბაჭო, ისედაც ხა ზღვაზეც შეგვიძლია წასვლა, გავგრილდებით, თქვა პაკომ. რა კარგი აზრია, პაკო. მოდი დღესვე წავიდეთ, გინდა? კითხა ბაჭო. მინდა, აბარა, ახტაცებით დაუქნია თავი პაკომ. ზღვა თბილელეთიდან არც ისე შორს იყო. მეგობრებმა ჩაალაგეს სანაპიროსთვის საჭირო ნივთები და გზას გაუდგნენ. ბევრი იარეს თუ ცოტა მიადგნენ ზღვის ნაპირს. წყალი კამკამა და თბილი იყო. მეგობრები ზღვაში შევიდნენ. დიდხანს ცურავდნენ და მხიარულობდნენ. მოულოდნელად ზღვა ახელდა და ტალღებმა მოიმატა. ბაჭო და პაკო ნაპირზე გამოსვლას ცდილობდნენ, მაგრამ ვეღარ ახერხებდნენ. უცებ მათთან ლურჯი დელფინი გამოჩნდა. დასაკარგი დრო არ გვაქვს, სწრაფად, ჩემს ზურგზე მოთავსდით, დაიძახა მან. დაბნეული და შეშინებული მეგობრები დელფინს გაჰყვნენ. ბევრი იცურეს თუ ცოტა, უცნაურ წყალქვეშა სამყაროში აღმოჩნდნენ. დელფინმა მშვიდად დასვა ისინი და თქვა: მე ნოა ვარ, ლურჯის სამეფოს ბინადარი. მე ბაჭო ვარ, მე კი პაკო. ჩვენ თბილელეთიდან ზღვაზე გასაგრილებლად ვიყავით ჩამოსულები, უთხრეს მეგობრებმა. კიდევ კარგი, იქვე შორიახლოს ცურავდი, თორემ ვეშაპ შოის რომ დაენახეთ, კარგი არაფერი მოხდებოდა, სწორედ მის გამო აბობოქრდა სხვა, თქვა ნოამ. ვეშაპი შოი? ვინაა ის? ერთად იკითხეს გაოცებულმა პაკომ და ბაჭომ. სანამ მის ამბავს მოგიყვებით, მოდით, ჯერ ლურჯ სამეფოს დაგათვალიერებინებთ, უთხრა ნოამ. ლურჯი სამეფო ზღვის სიღრმეში მდებარეობდა. ეს იყო წყალქვეშა ქვეყანა, სადაც ერთად ცხოვრობდნენ კიბორჩხალები, მედუზები, ზღვის ვარსკვლავები, მოლუსკები, ფერად-ფერადი თევზები, ვაფეხები და კიდევ სხვა უამრავი წყალქვეშა ბინადარი. ნოამ აუხსნა ბაჭოს და პაკოს, რომ ამ ადგილას წყალი განსაკუთრებულად ლურჯი იყო და სწორედ ამიტომ უხსოვარი დროიდან აქაურობას ლურჯი სამეფო ეწოდა. ლურჯი სამეფოს მეფე იყო ცხენთევზა, სახელად ნათანი. მის სასახლეში ინახებოდა ერთი საოცარი საგანძური, თეთრი, კაშკაშა მარგალიტი, რომელიც ლურჯი სამეფოს ყველა ძვირფას მოგონებას ინახავდა. მეფე ნათანი თავისი სიბრძნით და კეთილი გულით მარგალიტს ცივნიავს არაკარებდა. მან კარგად იცოდა, რომ მოგონებები ყველაზე ძვირფასი განძი იყო. ვეშაპი შოიც აქ ცხოვრობდა, იცით? ის და მეფე ნათანი მეგობრები იყვნენ. ყველაფერი კარგად იყო იქამდე, სანამ ერთ დღეს შოიმ მეფობა არ მოინდომა. ის მეფე ნათანს დაუპირისპირდა, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, ძალიან გაბრაზდა და სამეფოდან წავიდა. მას მერე შოი ისევ ძალიან გაბრაზებულია. ხანდახან ბრაზისაგან ხმამაღლა ღრიალებს ხოლმე. სწორედ მაშინ აბობოქრდება ხოლმე ზღვაც. ხო და როცა თქვენ წყალში გრილდებოდით, სწორედ მაშინ დაიწყო მან ღრიალი. ამიტომაც აღელდა ზღვა და მეც სწორედ ამის გამო წამოგიყვანეთ დროებით აქ, თქვა ნოამ. ახლა მინდა ჩემს საუკეთესო მეგობართან, ცხრაფეხა რვაფეხა ოლოსთან წაგიყვანოთ, განაგრძო ნოამ. ალბათ დაიღლებოდით, ის კი საუკეთესო ბლინებს და ჩაის ამზადებს და გპირდებით, იქ ძალიან კარგად დაისვენებთ. მაგრამ სანამ მასთან მივალთ, მინდა ერთი ამბავი გიამბოთ. იცით, მას სწორედ იმის გამო, რომ ცხრაფეხაა, ბავშვობაში სხვა რვაფეხები და თევზები დასცინოდნენ. ეუბნებოდნენ,
შენ 8 ფეხა ხარ და ზედმეტი ფეხი რატომ გაქვს? მიგაკერე ზედმეტი ფეხი თუ რა გჭირს? არავის გავხარ, რა სასაცილო ხარ? თავი ვინ გოგონია, ვერაფერს მიაღწევ შენი ზედმეტი ფეხის გამო. იგონებდნენ 1000-ნაირ ზედმეტ სახელებს, იცინოდნენ და იცინოდნენ, ოლოს კი საერთოდ არ ეცინებოდა. მას ძალიან სტკიოდა გული და უნდოდა საერთოდ გამქრალიყო. ის ხომ არაფერს აშავებდა, უბრალოდ ცოტათი სხვანაირი იყო. როგორ მინდა ოლოს გაცნობა, თქვა ბაჭომ. წამოდით, წავიდეთ მასთან. უთხრა ნოამ და ისინი ოლოს სახლისაკენ წაიყვანა. ოლო სიხარულით შეხვდა სტუმრებს და გემრიელი ბლინებით გაუმასპინძლდა მათ. ყველანი ერთად სუფრას მიუსხდნენ და ჩაის მიირთმევდნენ, როცა მოულოდნელად საზარელი ღრიალი გაისმა. რა ხმა იყო ეს? შეშფოთდა პაკო. ნუ თუ ეს შოის ხმაა. ჩუმად ჩაილაპარაკა ნოამ და ისვე გარეთ გავარდა. კი, ნამდვილად შოია. ის ლურჯ სამეფოშია. მეგობრებო, თქვენ აქ დარჩით. მე სასწრაფოდ მეფე ნათანთან უნდა წავიდე, თქვა ნოამ და გაუჩინარდა. ნოას და ოლოს ერთი საიდუმლო ჰქონდათ. მხოლოდ ნოამ იცოდა, რომ 9 ფეხა 8 ფეხა ოლო შესანიშნავი პიანისტი იყო. ისინი ხომ საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ნოას სჯეროდა ოლოსი და სულ ეუბნებოდა, ლურჯ სამეფოს სჭირდება შენი ჯადოსნური მელოდიებიო. ლურჯ სამეფოში 8 ფეხებს არასდროს დაუკრავთ პიანინოზე. ოლო კი თავისი მე-9 ფეხით ისეთ საოცარ მელოდიებს ქმნიდა, რომ თვითონაც უკვირდა. მაგრამ ყოველთვის ღამით უკრავდა სიჩუმეში, როცა დარწმუნდებოდა, რომ არავინ უსმენდა. მისი გული სავსე იყო სევდით და მუსიკა კი ის ერთადერთი გზა იყო, რომელიც ამ სევდას უმსუბუქებდა. თავის გამოჩენაზე მას არც კი უფიქრია. მაგრამ ახლა, როცა შოის ღრიალი გაიგონა, გაიფიქრა. მე ხომ ასე მეხმარება მუსიკა და იქნებ შოისაც დაეხმაროს და გაბრაზებული გული მოულბოს. მიუხედავად იმისა, რომ ოლოს სხვების წინაშე არასოდეს დაუკრავს და ახლა ბაჭო და პაკო მის გვერდით იყვნენ, მან მაინც გაბედა, ნელა მიუახლოვდა თავის ძველ, საყვარელ პიანინოს, თვალები დახუჭა, ღრმა დამოისუნთქა და დასაკვირელად მოემზადა. შოი ნამდვილად დაბრუნდა ლურჯ სამეფოში, თან ისევ ძალიან გაბრაზებული. ის პირდაპირ მეფე ნათანისკენ გაემართა. შოი, ნუ თუ დაბრუნდი, გაოცდა ნათანი. დიახ დავბრუნდი, მაგრამ მხოლოდ ერთი რამის გასაკეთებლად, ღრიალით თქვა შოიმ და მარგალიტისაკენ გაიშვირა თითი. ო ღმერთო, არ გაბედო, შეშფოთებულმა შესძახა მეფემ. მაგრამ შოიმ უკვე მოკიდა ხელი მოგონებების მარგალიტს და ის იყო ძირს უნდა დაეხეთქებინა, რომ უეცრად მთელ ლურჯ სამეფოში საოცარი მელოდია გაჟღერდა. რა ხმაა ეს, გამორთეთ, იყვირა შოიმ. გამორთეთ მეთქი, არ მინდა ამის მოსმენა. მეფე ნათანიც გაოგნებული იდგა, ვერც ის ხვდებოდა, საიდან მოდიოდა ეს მელოდია, რომელიც ერთდროულად სევდიანიც იყო და სიხარულით სავსეც. შოი გაშეშებული იდგა. მის მკაცრ სახეს ნელ-ნელა სიმშვიდე ეფინებოდა, ხოლო გული, რომელიც აბობოქრებულ ზღვას გავდა, ნელ-ნელა დაწყნარდა. ნათანი ნელა მიუახლოვდა შოის, ფრთხილად შეხედა ძველ მეგობარს და ჩუმად უთხრა. შოი, იცი ამ დღეს რამდენ ხანს ველოდი? მაპატიე ნათან, მაპატიე მეგობარო. შოი და ნათანი ატირდნენ. თეთრი მარგალიტი კაშკაშებდა მათ შორის და თითქოს თავისი სიკაშკაშით უხმო მელოდიას მღეროდა პატიებაზე, მეგობრობაზე და დაუვიწყარ მოგონებებზე.
ვინ უკრავდა ამ საოცარ მელოდიას? იქნებ ვინმე მიცოდეთ, იკითხა მეფე ნათანმა. ნოამ უთხრა მეფეს, რომ ამ საოცარ მელოდიას მისი მეგობარი ცხრაფეხა რვაფეხა ოლო უკრავდა. მეფე ნათანმა ოლოს გაცნობა მოინდომა. ნოამ ბაჭო, ოლო და პაკო მეფე ნათანთან მიიყვანა. შენ შეძელი ოლო, მართლა შეძელი, მე ხომ სულ მჯეროდა შენი, ეუბნებოდა მეგობარს ნოა. სასიამოვნოა შენი გაცნობა ოლო, მიესალმა მეფე ნათანი ოლოს. რატომ აქამდე არ ვიცოდი, რომ ასეთი საოცარი პიანისტი ცხოვრობდა ჩვენ სამეფოში? გამარჯობა მეფე ნათან, ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. იცით, ეს ამბავი მხოლოდ ჩემმა მეგობარმა ნოამ იცოდა. სხვას არავის ვუთხარი, იმიტომ რომ რცხვენოდა. ვფიქრობდი, რომ თუ კი ვინმე გაიგებდა ამ ამბავს, უფრო მეტად დამცინებდნენ, თქვა ოლო. ყოველი არსება, თქვა მეფე ნათანმა, იქნება ეს რვაფეხა, კიბორჩხალა, დელფინი, ბაჭია თუ სპილო უნიკალურია. ვინც სხვას დასცინის რაიმე მიზეზის გამო, მან ჯერ საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს. დაფიქრდეს, რატომ იქცევა ასე? იქნებ სიყვარული და მეგობრობა უნდა და ამას უბრალოდ ვერ ამბობს. როცა ვიღაცას დასცინი, შეიძლება გეგონოს უბრალოდ ხუმრობ, მაგრამ სინამდვილეში შენ მას გულს ტკენ. გულის ტკენა კი შეიძლება სამუდამო იყოს და მთელი ცხოვრება ახსოვდეს ეს ამბავი მას, ვისაც შენ დასცინი. დაიმახსოვრეთ, არავინ არის ზედმეტი. ყველა არსება მნიშვნელოვანია ისეთი, როგორიც არის. და შენც, ოლო, ჩემო ძვირფასო, ისეთი ხარ, როგორიც უნდა იყო, უნიკალური და იშვიათი თეთრი მარგალიტივით. სწორედ ამიტომ მე მინდა შენ ლურჯი სამეფოს მოგონებების თეთრი მარგალიტის მცველად დაგნიშნო. ასე მგონია, მარგალიტსაც გაუხარდება ეს ამბავი და შენი მელოდიები მას კიდევ უფრო და უფრო მეტად ააკაშკაშებს. ოლო ძალიან ბედნიერი იყო. მისი თვალები კაშკაშა მარგალიტივით ციმციმებდა და უდიდეს სიხარულს ასხივებდა. მერე ნათანი ბაჭოს და პაკოს მიუბრუნდა. მოხარული ვარ, რომ ესტუმრეთ ჩვენ სამეფოს, ჩემო კარგებო. იცით, ბევრჯერ მსმენია თქვენს თბილელეთზე, თბილ და ფერად ტყე ქალაქზე. ეს ნიშარა თქვენთვისაა. წაიღეთ და შეინახეთ, როგორც სამახსოვრო საჩუქარი ლურჯი სამეფოსგან. დიდი მადლობა მეფე ნათან. ეს დღე მუდამ გვემახსოვრება და გპირდებით, არასოდეს დაგივიწყებთ, უთხრა ბაჭომ. ბოდიშს გიხდით თუ შეგაშინეთ, ჩემი ღრიალით მეგობრებო. ფრთხილად მიუახლოვდა მათ შოი და თბილად შეხედა ყველას. გავიგე ზღვაში გრილდებოდით და ხელი შეგიშალეთ. იმდენად გაბრაზებული ვიყავი, ვერც ვამჩნევდი თუ სხვებს ვაშინებდი. ოლოს ჯადოსნურმა მელოდიამ გული გამითბო და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს მიმახვედრა. ახლა უკვე ვიცი, რომ არ უნდა შევადარო ჩემი თავი სხვას და უნდა გავაკეთო ის, რაც ნამდვილად გულით მინდა. მე მივხვდი, მეფობა სულაც არ მდომებია. მე ფერადი ბამბის ნაყინების გაკეთება მინდა ვისწავლო. როგორ მიყვარს ბამბის ნაყინი? გაიღიმა ოლომ. ყველა იღიმოდა, მეფე ნათანი, ნოა, შოი, ოლო, ბაჭო, პაკო. ეს იყო ნამდვილი ღიმილის და გულწრფელი სიხარულის დღესასწაული. ეს დღეც, როგორც სხვა დანარჩენი, მალე ხომ დაუვიწყარ მოგონებად იქცეოდა. პაკოს და ბაჭოს წასვლის დროც დადგა. ნოამ ისინი ზურგზე შემოისვა და ნაპირისაკენ წაიყვანა.
ნოა, შენი წყალობით ჩვენი ერთი ჩვეულებრივი ზაფხულის დღე ნამდვილ ზღაპრად გადაიქცა. დიდი მადლობა ამისთვის, უთხრეს მეგობრებმა და გამოემშვიდობდნენ. ნახვამდის თბილელე თელებო, იქნებ ოდესმე კიდევ შევხვდეთ. გაიღიმა ნოამ და ზღვის სიღრმეში გაუჩინარდა. იცით, ამბობენ, რომ ზღვის სიღრმეში შოის ღრიალი აღარ ისმის. იქ მხოლოდ ოლოს ჯადოსნური მელოდიის ხმას და შოის ნაყინის რიგში მდგარი ზღვის ბინადრების მხიარულ სიცილს თუ გაიგონებთ. იქნებ ოდესმე შენც მოხდე ლურჯსამეფოში და შოის ფერადი ნაყინი დააგემოვნო. ვინ იცის? ჭირი არსად ხინი აქა, ქატო არსად ფქვილი აქა.